Თქვენოპერებთ კურიერს 900 და ჩვენ ახლა კვლავ ანაკლიას უბრუნდებით, სადაც ამ წუთებში ამფითეატრთან მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს. მე მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ, იმიტომ რომ დღეს ტელევიზორში ვადევნებდით თვალყურს, მთელი დღე აცხადებენ განახლებული ანაკლია. ეს არ არის განახლებული ანაკლია, ეს არის ახალი ანაკლია, საქართველოს ახალი ქალაქი, ახალი კურორტი, შავიზღვისპირეთის ყველაზე მაგარი საზღვაო კურორტი, ყველაზე მაგარ ადგილზე საქართველოშიც და ევროპაშიც. ზუსტად ასე 5 წლის წინ საკავებული ვიყავი საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად ჩვენი საზღვრის დათვალიერებით და მანამდე მინდა ვაღიაროთ ჩემ და სამარცხვინოთ, რომ არაფერი მსმენოდა ანაკლიაზე. გარდა იმისა, რომ ვიცოდი, რომ არსებობს ასეთი დასახლებული პუნქტი ზოგადად რუკაზე. და ერთ სადღაც აქვე ამ რამდენიმე ასეულ მეტროს და აქაურ სანაპიროსთან გაგუგუჭდა ძრავა ჩვენი სანაპირო კატარაკის. და არ ვიცოდით რა გვექნა. იმიტომ რომ ვიმყოფებოდით ეგრეთ წოდებულ სამშვიდობოებთან ძალიან ახლოს, რომელიც უკვე მაშინ ასრულებდნენ პრინციპში ოკუპანტის ფუნქციას, არაკონტროლირებადი ტერიტორიის გასწვრივ და ფიქრობდით ვერტმფრენები გამოგვეძახა, გადმოგვეცურა, დავრჩენილიყავით და დავლოდებოდით, როდის გავაკეთებდით ამ ძრავას ჩვენ თვითონ. და ამ ყველაფერში ვიყავით, როცა მოგვადგა ორი ნავი ადგილობრივი მეთევზეების და აქ არის ყველაზე საუკეთესო თევზი შავიზღვისპირეთში და შემოგთავაზეს დახმარება. და გადმოვედით, მაშინ დავადგი პირველად ფეხი ანაკლიაში. დავადგი და ეს ადგილი პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა და იმის შემდეგ ნამდვილად არ დავშორები ვარ ამ იდეას, ამ ადგილს და მასზე ფიქრს. აქ არ შეიძლება რომ ეს ადგილი ეგრევე არ მოგეწოვოს და არ შეგიყვარდეს. ყველაზე მაგარი კლიმატი შავიზღვისპირეთში. ასეთი კლიმატი არ არის არსად საქართველოს შავიზღვისპირეთში. ჩვენ გვიყვარს ყველა ჩვენი ადგილი, მაგრამ ეს არის საუკეთესო კლიმატის თვალსაზრისით. აქ არის განსაკუთრებულად სასიამოვნო ზღვა. დღეს გქონდა საშუალება ჩემ მეგობრებთან, დეპუტატებთან, მინისტრებთან ერთად უბრალოდ ჩვენ ადგილობრივ ჩვენ მეგობრებთან ერთად გადაგვეცურა. და კიდევ ერთხელ დავწუნებულიყავით ამაში. აქ არის ულამაზესი შესართავი ენგურის, თავისი მწვანეში ჩაფლული კუნძულებით, გარშემო ტბებით. აქ არის ულამაზესი ბაღები გარშემო, რომელიც წალკოც მოგვაგონებს, მაგრამ ყველაფერი ეს არის არაფერი თავარ საგანძურთან ერთად, რომელიც აქვს ანაკლიას, სამეგრელოს და ესე იგი დანარჩენ საქართველოს. ეს არის წარმოუდგენლად ნიჭიერი, შრომის მოყვარე, ენთუზიაზმით და სიყვარულით ახსავსე ხალხი. მე პირველ რიგში ამ ხალხის წინაშე ვიხრი კერძ. მე ვნახე აქ თვეების განმავლობაში ანთებული თვალები აქ მომუშავე ადამიანების. ძალიან ხშირად ჩამოსულვარ, ძალიან ხშირად დავმდგარვარ თავზე მართლა პრარაბივით ამ შენებლობებს. ხშირად ამოვე რა პრეზიდენტის საქმეა მშენებლობების სირბილის სასწრაფოს გახსნა, აბა ვისი საქმეა? არ იყო წინა პრეზიდენტის საქმე, არ შექონდათ კაბინეტში, გამოქონდათ და კი შენდებოდა საქართველოს, როგორც შენდებოდა ყველა ვიცი.
იმისათვის ავადრო სანამ სუპირში სული გვიდგას გვაშენოთ ვაკეთებთ ხელდაკαπიცებული და ჩვენ შვილებს დაუტოვოთ უკეთესი სამშობლო და უკეთესი ქვეყანა. იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა თულ პირობებში ვიმყოფებით. აქ აშენდა დღეს და გავხსენის სასტუმროები, რომელსაც აშენებენ დუბაიში, აბუ-დაბიში, ყატარში, წამყვან ძალიან დიდ სახელმწიფოებში, მაგალითად მილიარდნახევრიან ჩინეთში, ასეთ სასტუმროებს აშენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ერთი განსხვავება არის. ისინი არ არიან ძალიან დიდი ქვეყნები, ან ძალიან მდიდარი ქვეყნები. ჩვენ ამას ვაკეთებთ ნავთობის, გაზის და 200-500 მილიარდნახევრიანი მოსახლეობის გარეშე. ესე იგი, ჩვენ განსაკუთრებული ხალხი ვართ. ესე იგი, ჩვენ განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს. ესე იგი, განსაკუთრებულად შეგვწევს უნარი გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში ყველაზე რთულ პირობებშიც კი რაღაცას ვაშენებთ. იმის გარაერთხელ ჩამოსვლა ნანაკლიაში. ჯერ პირველად როცა შევედი მაშინ აქაურების სახლებში და შეუძლებელი აქაურის სტუმართმოყვარეობა არ შეგიყვარდეს თავის სამზარეულოთი, თავის განსაკუთრებულ ტრადიციებით, მაგრამ შემდეგ მახსოვს, როცა ვარჩევდი სამშენებლო მოედნებს, აქ იყვნენ ღამე მოვედით, ღამის 12 საათზე და შეგვდა მეურმე, რომელიც გადმოდიოდა galიდან, გადმოქონდა რაღაც საქონელი და სადღაც აი ამ ბულვარის მინდამოებში შეგვდა გვინახა რამდენიმე ადამიანი, თან მათ შორის შეიარაღებულები ძალიან შეფრთა და შეფრთხა. იმიტომ რომ მაშინ აქაური თითოეული მაცხოვრებლისთვის ყოველდღიური ძარცვა, ყაჩაღობა, საქონლის წართმევა, თხილის წართმევა, რეკეტი, ბავშვების მოტაცება და მერე გამოსასყიდის მოთხოვნა იყო ყოველდღიური რეალობა. დღეს საქართველოში ყველაზე დაბალი დანაშაულის დონე ერთ-ერთი. და ესე იგი ერთ ევროპაში, იმიტომ რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დანაშაულის დონე გამოიცანით აბა სად არის და სამეგრელოში. იმიტომ რომ მეგრელებს უყვართ წესრიგი და სამეგრელო არის ყველაზე მაღალი კლასის ევროპა, რაც მე მინახავს. და ეს ზუსტად, რაზეც მე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ჩვენი მტერი აგერ ყური აქვს მოდებული და სადღაც იქიდან კი არა. აქვე რამდენიმე ასეულ მეტრში დარწმუნებული ვარ თავის ჩაშმორებულ ნაწილში. ელარჯ მაგათ არავინ არ აჭმევს და დარწმუნებულია ჭამენ თავის გერგულეს და გაროხის ფაფას, რომლის უმეტეს ნაწილს ასევე პარავენ თავიანთი ოფიცრები და ნაღვლიანი თვალებით იხურებიან, იმიტომ რომ რატო დას გადმოსვეს პლაჟზე, ვის იცავენ პლაჟზე, ვის გარიცავენ მათ უკან არსებულ სიცარიელეს. ასე ვთქვათ, რა უნდა ამ ცხოვრებაში, ამ შუა წალკოჩში და რატო ვინ დანიშნა ისინი ულამაზესი პლაჟების სველად კაცმა არ იცის ვისგან, ალბათ დღემდე ვერ გაუგიათ. მაგრამ მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ რატო არ იყო აქამდე კურორტი? ძალიან მარტივი მიზეზების გამო. იმიტომ რომ აქ იყო საბჭოთა სამხედრო ბაზა, მერე რუსების სამხედრო ბაზა. მანამდე იყო წინა საუკუნეებში ასევე რუსეთის იმპერიის და შემდეგ თურქების სამხედრო ბაზა. ბაზა იყო, რომელსაც უნდა დაეცვა საბჭოთა კავშირი ნატოსგან, იმიტომ რომ ნატოს საზღვარი გადადიოდა საბჭოთა კავშირის თურქეთის საზღვარს. დღეს ჩვენ აგვიშენეს მეორე კედელი, აქეთ მეორე მხარეს. კედელი აგვიშენეს იმისათვის, რომ ეთნიკური წარმომავლობის ქართველები, ესტონელები, უკრაინელები, ებრაელები ვერ დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში. მაგრამ ერთი რამ უნდა გვესმოდეს. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში, როცა იქ არის ტანკები, რაკეტები, ყველა ქვეყანა შეიძლება ბევრ ქვეყანას აქაც გაეხთხარა სანგრები, ჩაესვა ჯარისკაცები ყოველ 100 მეტრში, მოეტანა артиლერია, მოემარაგებია, დაემინა მთელი სანაპირო ზონი, ერთ სიტყვით ჩამსდარიყო ყრუთ დაცვაში, იმისათვის რომ შეკავებია გომის შეჭრა ჩვენი მტრის. ჩვენ სხვა გზა ავარჩიეთ და მე მგონი სწორი გზა ავირჩიეთ. სანგრების დაცვად 5 და 7 ვარსკვლავიანი სასტუმროები. ნაღმების დაცვად საუკეთესო აკვაპარკები ევროპაში. ახალი სამხედრო ნაწილების დაცვად
აი ეს ულამაზესი ამფითეატრი თავის შიგნით უზარმაზარი დისკოტეკით და ძალიან ლამაზი ახალი ფეხბურთის მოედნები, სადაც იქნება ძალიან საინტერესო სპორტული კომპლექსები შექმნილი. ახალი სპა კურორტი, სადაც გოგირდის წყალი და უნიკალურია ზღვაზე გოგირდის წყალი, აქ არის მხოლოდ თავისუფლისპირეთში ძალიან დიდი სპა აშენდება. საქართველოში მე როცა გავხდი პრეზიდენტი 120,000 შემოდიოდა დასასვენებლად. უცხოეთიდან ან სარახავად. წელს ჩვენ შარშან ყავდა 2 მილიონი, წელს თითქმის 3 მილიონი, მომავალ წელს 4 მილიონი, იმის შემდეგ 5 მილიონი და 2015 წელს როცა ჩვენ დავსახეთ მოდერნიზაციის გეგმად, იქნება აუცილებლად დაახლოებით 7-8 მილიონი მაინც ტურისტი. მაგრამ აქ ადგილზე, სადაც ვერავის ვერ შემოიყვანე ძალითაც კი, გარდა ცალკალოშა დამპყრობელი ჯარისკაცისა. აქ ამ ადგილზე 2012 წელს იქნება 1000 სასტუმრო ადგილი, ეს ნიშნავს წელიწადში 200,000 დამსვენებელს, კიდევ ერთხელ 2013 წელს აქ იქნება 200,000 დამსვენებელი წელიწადში, ეს არის უფრო მეტი ვიდრე მაგალითად აჭარაში, ასლანაბაშიძის დროს. 2015 წელს, რომელსაც მე ვისახავ ასევე გარკვეულ ზღვარად ჩვენთვის, იქნება თითქმის 400,000 დამსვენებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურორტი მთელი შავიზღვისპირეთის რეგიონში. მომავალი წლის, უბრალოდ წლევანდელი წლის ოქტომბერში იწყება მშენებლობა ფოთი ანაკლის გზის, რომელიც გამოუყურება შავიზღვისპირეთს მთელ გაყოლებაზე და ანაკლიდან ფოთამდე იქნება მხოლოდ 15 წუთის სავალი მანქანით. ბათუმი იქნება 50 წუთი. ესეც თქვენი სან-ტროპე და ნიცა, როგორც მე ეს წარმომიდგენია, უღოთ ცოტათი უფრო უკეთესი. ამიტომ საქართველოში საქართველოს ყოველთვის თავის ისტორიის განმავლობაში ქონდა პრობლემები. საქართველოს ქონდა პრობლემები და ყავდა დამპყრობლები. ყოველთვის ყავდა დამპყრობლები და ყოველთვის გვეყოლება დამპყრობლები. საქართველოს ყოველთვის ყავდა მოღალატეები, ადრე ისტორიის წიგნებიდან ვიცით, ახლა ტელევიზორში გამოდიან ყოველდღიურად, ყოველთვის ეყოლება ალბათ მოღალატეები. საქართველოს ყოველთვის ყავდათ გმირები და აუცილებლად ყოველთვის გვეყოლება გმირები. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ჭირიც და ვარამიც, მაგრამ საქართველოს ყოველთვის იცოდა რაც უნდა წაეფრხიელებია ფეხზე წამოდგომა და გამართვა. და ერთი რამე არის ჩემთვის უთხოვარი. ესენი მიდიან და მოდიან. მათი ზოგიერთი ჩვენი დამპყრობლის სახელი აღარავის აღარ ახსოვს. მაგრამ აქ ყოველთვის იყო ლაზეთი, კოლხეთი და ესე ყოველთვის იყო საქართველო და ყოველთვის დარჩება საქართველო. აქ და იქ და მარცხნივ და მარცხნივ. იმიტომ რომ თურქები, მონღოლები, სხვა დამპყრობლები, ოტომანები, მე არ ვიცი, სპარსელები, ვინც საუკუნეების განმავლობაში იპყრობდნენ საქართველოს და ზოგიერთთან ეხლა გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. მაგრამ ზოგიერთი მათგანი გაქრა საერთოდ რუკიდან. ძალიან ბევრი სამეფო, რომელიც აქ შემოდიოდა. ძალიან ბევრი დამპყრობლის სახელი. ახსოვს მხოლოდ ისტორიის წიგნებს, მაგრამ არ არსებობს ხალხი, რომელიც ისე მახსოვრებათ, როგორც მათი მართველი, იმიტომ რომ ეს ხალხები გაქრა. ისინი მიდიოდნენ და მოდიოდნენ და საქართველო მუდმივად რჩებოდა ჩვენ ტურფასაბაღნაროსა და ეს არის ჩვენი ტურფასაბაღნაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ყველაზე ახლობელი თითოეული ჩვენგანის. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ძალიან დიდი გეგმები. მაგრამ ერთი რამე არის ჩემთვის სრულიად ნათელი. და ეხლა ჩვენ ყველანი გადავინაცვლებთ, რათა ვნახოთ ჩვენ გვინდა მშვიდობა და ჩვენ ვნახოთ ფეიერვერკებს. მაგრამ მინდა წინასწარ გავაცხადო, თუ მეორე მხარე გვისმენს ახლა განგაშ ნუ გამოაცხადე. ეს არის მხოლოდ ფეიერვერკები. გამოვა ჩვენი ძალიან დიდი სოფლიო ვარსკვლავი ახლა ფორტეპიანოში ხატია ბუნიატიშვილი, პირველი ის გადაივლის ხიც და შემდეგ იქნება ეს ფეიერვერკები და მინდა ყველას უთხრა. შეიძლება მათთვის ფეიერვერკები მათ რაკეტების მაინდამაინც არ ეშინიათ, იმიტომ რომ ხალხს არ ითვლიან. 100,000, 10,000, 100,000 საკუთარ მოქალაქეს ისე მოკლავენ, წარბია ხელი არ აუკანკალდებათ. მაგრამ ფეიერვერკების, სიმღერების და რაც თავარია თავისუფლების სულის და აღმშენებლობის სულის ეშინიათ როგორც აი მართლა სიკვდილის. იმიტომ რომ
იმიტომ რომ შეგვიძლია ვართოვოთ ბანაკები, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ დაწვან ბანაკები, მაგრამ ჩვენი უფლება ხელახლავაში უკეთესი ახალგაზრდული ცენტრები, უკეთესი დისკოტეკები, უკეთესი ბუნგალოები, უკეთესი სასტუმროები, უკეთესი უნივერსიტეტები, უკეთესი გზები, უკეთესი აეროპორტები, უკეთესი საქართველო, უკეთესი მომავალი. და ეს არის ჩვენი მთავარი რამ. იქით არის ბარბაროსები და აქეთ არის ცივილიზაცია. იქით არის მონღოლოიდური რაღაც იდეოლოგია და გადმონაშთები და აქეთ არის ნამდვილი უძველესი კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზაცია, უძველესი სიყვარული, უძველესი ნიჭიერება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გავიმართოთ ჩვენი განათლებით, შრომის მოყარეობით, ენთუზიაზმით და დაუხალავით სურვილით, რომ გშრალდეს ჩვენი ქვეყნის მომავლის. დაუხალავით გამოუსწორებელი ქართული ოპტიმიზმით. გაუმარჯოს დღევანდელ დღეს, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს შრომომავალს.